ყველას თავზე დავაჯექი ვარ თბილისელმა მაყურებელმა კარგი საჩუქარი მიიღო. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ჩინჭრაკა. პიესის ავტორია გიორგი ნახუცრიშვილი, რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბელა მირიანაშვილი, კარლო საკანდელიძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროს მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, ზეინა პოცვაძე, ნოდარ მარგველაშვილი. აი ახლა კი შვილოსწორეთ იყო, ერთი მაზაკიანათა დივახს მოხდა მერე თავი არხეინ დილს ნივცე. მაგრამ დავაღახშამ ისე მარიანათა მივაძღე რომ ვა ბარიბა არ ვიცი გასო არის და ხამ ხაცებს შენ გადახიან და არ გავიგე. თეატრის ახალი ნამუშევარი მაყურებელმა გულთბილად მიიღო. 1934 წელს იყო დიდი ყრილობა, საბჭოთა ყრილობა რასაკვირველია, სადაც მოსკოვში გაჟღერდა ესეთი რამ, რომ მანამდე აკრძალული იყო ზღაპრები, საერთოდ საბჭოთა სამყაროში იყო აკრძალული ზღაპრები და მით უმეტეს ამ ზღაპრების სცენაზე გადმოტანა, რადგან ითვლებოდა, რომ დევები, ზღაპრული პერსონაჟები, პრინცები და პრინცესები საბჭოთა ბავშვს არასწორ, ესე ვთქვათ, არქეტიპებს ჩამოუყალიბებდა და რეალობის აღქმა იქნებოდა მისგან არასწორი. მაგრამ 1934 წელს როგორღაც მოხდა ზღაპრის, როგორც ჟანრის რეაბილიტაცია და გადაწყდა, რომ კი, ახლა უკვე შეიძლება, რომ ბავშვებს ზღაპრები წაუკითხოთ და ეს ზღაპრები დაიდგა სცენაზე. და უცებ წამოვიდა ძალიან დიდი ტალღა საბჭოთა დრამატურგიაში და შესაბამისად ქართულ დრამატურგიაშიც, როდესაც ეროვნულ ზღაპრებზე დაფუძნებული პიესები შეიქმნა. და ამის ერთ-ერთი დიდოსტატი გახდა სწორედ გიორგი ნახუცრიშვილი, რომელმაც ძალიან მალევე დაწერა პიესა ნაცარქექია, კომბლე, ჭინჭრაკა, რომელიც თითოეული მათგანი გახდა სხვადასხვა თეატრის ცხოვრებაში საეტაპო მნიშვნელობის სპექტაკლები. პოპულარული და ძალიან მოთხოვნადი დრამატურგი მაინც ბატონი გუგა გახდა საბავშვო პიესებით და ზღაპრებით. თელ საბჭოთა კავშირში, უცხოეთში, აი ფინეთი, შვეიცარია მე მგონებ, ფინეთი ნამდვილად მახსოვს, შვეიცარიაშიც კი იდგმებოდა მისი საბავშვო პიესები და ძალიან საინტერესო იყო ერთი რომ მას ჰქონდა ესეთი პიესა შეითან ხიხო. ზღაპრულ მასალაზე იყო აგებული და მოვიდოდა ხოლმე თეატრალურ საზოგადოებაში, მე იქ მუშაობდი, შრომულად თეატრის ცხოვრების რედაქციაში და შემოვიდოდა გაშლი და იქიდან გამოგზავნილ აფიშებს შეხედე ბიჭო, სალწასულა ეს შეითან ხიხო, რა უნდა ფინეთში ამ კაცს, რას დადის ამ ფინეთში, ესეთი იუმორის ისა. მე არ მქონდა მასთან მეგობრობა პირველ ხანებში, მაგრამ როდესაც ჩემი პიესები დაიდგა რამდენიმე ქართულ თეატრში, რაღაც თვითონ მოისურვა, თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და რაღაც დამეგობრდით, ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან ხშირად შემოდიოდა ჩემთან, ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდა წინა საუკუნის
თეატრალურ მოღვაწეებზე, მწერლებზე, გამოცემულ პირობებზე საერთოდ კარგი მფლობელი იყო ძალიან. ეს იყო ძველი ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ხა ძველი ქართული ინტელიგენცია მაინც აი გიმნაზიის სამთავრობო გიმნაზიის, კლასიკური გიმნაზიის მოწაფეები და მაინც სხვა ხასიათისა იყო, სხვა ჯურისა იყო. პირველი მისი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იყო სწორედ ნაცარქექია, რომლითაც დიდი ინტერესი აღზრდა საზოგადოებაში, მე კარგად დიდი დრო დაჭირდა იმისათვის, რომ ისულიყო ჭინჭრაქამდე. როგორც ჩანს, დრამატურგს მაინც ჭირდება თავისი რეჟისორი. იმისათვის, რომ ის წარმოჩინდეს, რაც შეიძლება მკვეთრად და კარგად. და უცბად მოხდა ისე, რომ ჭინჭრაქა ჩაუვარდა ხელში მიხეილ თუმანიშვილს. და მიხეილ თუმანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ზღაპარი ძალიან თანამედროვე ჟღერადობით ყოფილიყო გაჯერებული. ყველაფერი ისი თქმაც უნდოდა ამ ზღაპრით დახუცრიშვილს, რომ აი ესეთი ცხოვრება გვაქვს. აი ესეთი დევები მართავენ სახელმწიფოს. აი ასეთი ქოსიკოები ყავთ მათ მრჩეველებად. და ამიტომ ქვეყანა ამიტომაც ინგრევა, ეს არის ამიტომაც არის ეს ქვეყანა დანგრევის პირზე, ყველამ კარგად გაიგო. და რაღაცა ნაწილმა, როგორც ჩანს, ცოტა ზემოთმყოფებმაც და თეატრების ზოგიერთმა წარმომადგენლებმა ძალიან კარგად გაიგეს და ამიტომ იყო ასეთი საშინელი რეაქცია ამ სპექტაკლზე. მიუხედავად ამისა, რომ ამ სპექტაკლმა ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ასეთი უარყოფითი აჟიოტაჟი გამოიწვია, aber მაინც მოახდინა გარღვევა ქართულ თეატრში. იყო და არა იყო რა. თქვენზე უკეთესი ვინ იქნებოდა? იყო ხელმწიფე და ყავდა ორი შვილი. ვაჟი, ლაშა და ასული ზია. როგორც ისმის ყველა ზღაპარში ხდება ხოლმე ამ ხელმწიფის სასახლის ახლოს ერთი უზარმაზარი დაბურული ტყე შრიალები. ამ ტყეში ცხოვრობდნენ დათვი, გელი, ტურა და მელა. კბილა და ბედნიერად ცხოვრობდა ეს ხელმწიფე, მაგრამ ერთ დღეს საშინელი უბედურება დაარღვდა თავს. მის სახელმწიფოს უზარმაზარი კაცი ჭამლა ბაბაღდერი შემოეცია. მახსოვს მოვიდა გუგანა ხუცრიშვილი და წაიგითხა პიესა. შესანიშნავი პიროვნება გუგანა ხუცრიშვილი, შვენიერი მწერალი. რაც მთავარია რამ გაგვიტაცა ჩვენ, შესანიშნავად რაღაც ძალიან კარგად წაიგითხა ეს პიესა, სახეებში წაიგითხა. ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. ყველა ძალიან მოგვეწონა, ზღაპარია ეს. თითქოს უნდა იფიქრო, რომ რუსთაველის თეატრში გაზვა, რა უნდა ახლა ასეთ პატარების ზღაპარს რაღაც, მაგრამ ბოლოს რო ჩავფიქრდით და რო ვისაუბრეთ ამ პიესის გარშემო, ეს მარტო ბავშვებისთვის არ იყო, ეს დიდებიც სიამოვნებით ნახავდნენ ამ სპექტაკლს, თუ რა თქმა უნდა სპექტაკლი კარგი გამოვიდოდა. Gavro Sakandelize მე დაგვნიშნეს ჭინჭრაქას. მთავარულად ითვლება ხა ჭინჭრაქა არის. ქოსიკო ახლა მეორე როლებია ქოსიკო, დევი ესენი. შევუჩდი მიშას რომ მომეცი მეთქი მე ქოსიკოს ვითამაშებ. და მიშა თუმანიშვილი ხა ესეთი კაცი იყო რომ სწორედ უყვარდა ესეთი ექსპერიმენტები თუ შენ ძალიან მოგწონდა კი ბატონო. გაშინჯე თუ გამოვა. და დავიწყეთ მართლა ძალიან დიდი გადაცებით ამ სპექტაკლზე მუშაობა. დევი იყო ყველაზე უფროსი ჩვენთან იყო, ბატონი სერგო ზაქარიაძე იყო. დევი უნდა ყოფილიყო პატარა, ესე იგი რაღაც 5-6 წლის ბიჭი უნდა ყოფილიყო და მე ეს ქოსიკო უნდა იყოს რაღაც, რა ვიცი, წლები არც ააქაო, შეიძლება თქვა 500 წლის არის. ალბათ სხვა მსახიობებიც იტყვიან და ილაპარაკეს უკვე ამ შესახებ, რომ ეს ყველაფერი სულ იმპროვიზაციაზე იყო აგებული, ჩვენ უმატებდით ჩვენს ტექსტებს, იყო
ამ პიესის გადაკეთება კი არა, დამატება, ესე იგი, თუ რაიმე კარგი იყო, ესე იგი, უმატებდით. და აი სწორედ ამ დევისა და ჭინჭრაკას დიალოგები ძალიან გამდიდრდა ამ რეპეტიციებზე ამ იმპროვიზირებული ტექსტებით. მე ამბობ რომ ესე იგი კარგად გამოდიოდა, ესე იგი მეც ეს კოსიკო კარგად გამომდიოდა ახლა ესე იგი მუშაობის დროს რაღაც საინტერესო სახე იხატებოდა და უნდა გითხრათ რომ მხატვრებმა ძალიან დიდი ვაწლი შეიტანეს ამ სპექტაკლში, იმიტომ რომ ჩვენი სამეული მუშაობდნენ კოჩაკიძე, სლავინსკი და ესენი ჩიგვაიძე და მოიტანეს ესკიზები, მაგრამ შესანიშნავი ესკიზები იყო. და მაშინ მოიტანეს კოსიკოს ესკიზიც. ესე იგი მაინც ამ კოსიკოზე მუშაობის დროს მაინც საინტერესო იყო რა სახით უნდა ყოფილიყო ეს წარმოდგენა, როგორი გრიმი ექნებოდა, რა ეცბებოდა მას. და მართლაც მოიტანეს რაღაც შესანიშნავი ესკიზი, დახატული ეს თავი, ეს კიტრისებური თავი იყო. უნდა დამეხურა, ესე იგი, პარიკად ეს თავი. თავის ეს რო არ გამოჩენილიყო ეს ხაზი აქ წაგრლობა გავიკეთეთ. ულვაშები თოკისგან იყო გაკეთებული, ორი თოკი იყო ასეთი გაკეთებული და ერთი საქსოგი ჩამოდიოდა. ერთი თვალი იყო რაღაც დიდი თვალი, დახატული ჰქონდათ, ესე იგი ყოლის ხედველი და ყური იყო, კიდევ სხვა ფერში მოცემული ყურის მსმენელი ყური. კოსტუმიც ასეთი ძალიან საინტერესო იყო, ლურჯ ფერში, ახლა დიდი ხალათი იყო და თავისი წაგრული. მესტები გვეცვა ფელზე მახსოვს. და ამის შემდეგ, ამ ესკიზის შემდეგ, ესე იგი, უფრო ნათლად წარმოვიდგინეთ თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს კოსიკო. და მართლაც ყველაფერი ეს ერთმანეთს შეეხება და კოსიკოს კაი გამოვიდა და მე სხვა სახეებზე ხომ იცით რა ის ხეცები რო იყვნენ ჩენი ეროსი, გოგი, ზინა, მედეა ჩახავა. თვითონ ჭინჭრაკა და ბელა იყო მირიანაშვილი მაშინ ზია. თვარე და ყველა ასე თქვათ ის ვეზირები ჩვენი დევის დამცველები და ეს. შესანიშნავი რაღაც სურათი დაიხატა. და საოცარი იყო ის რომ ბავშვებს ხო ძალიან უხაროდათ, მაგრამ დიდები უფროსები უფრო ხშირად მოდიოდნენ, 3-ჯერ 4-ჯერ ესწრებოდნენ და ერთობოდნენ ხოლმე ამ სპექტაკლის ნახვა. როდესაც ბაყბაყ დებზე დაინიშნა ბატონი სერგო ზაქარიაძე, ბატონი სერგო ბავშვივით კაცი იყო, კარგი გაგებით, ესე იგი ძალიან უნდოდა ყველაფრის თამაში, რასაც კი დაავალებდნენ და პირველად ცოტა შეცბა, მაგრამ მერე რო დაინახა, როგორ მიდის ეს იმპროვიზაციები და ეს ყველაფერი, თქვენ წარმოიდგინეთ ბატონი სერგო, აი ეს ყველაფერი მისი მოგონილია, აი ეს რო ითვლის და ვერ ითვლის და რო ეს ამას უცდის, აბა მიკარნახებს თუ არა კოსიკო. ერთი კაცო ისე უნება. ერთი. კარგად გამსნაბის. ორი კაცო. ორი, მეც ეგ მინდოდა მეთქვა. და ესე საოცარი დიდი წარმატებები იყო. ფაქტიურად აი კოსიკოსა და იმისი ბაბაგდებთან კარგი შეჯიბრი იყო. ესე იგი მსახიობობის დიდი შეჯიბრი. Tangani koda. Ragi. Kato khati ki ko pe kya ki ko rai ra. Kaki. No kaki meti to. Aha. Armukto sa. Kato se khanam se le ube khanam se me ube. Ekar manda ta. Kaki. Ata de si kora. Modi. Agarapta. Modi. Kaki. 어디 하나 쓰냐? 라켓. 뭐지 진짜 타이가 나오고 뭐. 나오고. 나오고. 다이. 에셋. 에소이 위사. 아이 에티가 소라가면서 에티야. 가서 내래? 에소이 내래 가. 에티야 다 에 하나.
ესეთ ხარდო? 2. ესეთ 2-ია, მაგრამ. მერე? 2-ია. ესეთ 2-ია, რა? ესეთ ეხლა ერთხელ შესახვი. 5-ია. 3 კაცო, 3. მეო, წავია შენაო 5-ია. გადი ახლა. დიდი უმეტესობა. გადი. არა, რა უმეტესობა? გადი ახლა. დიდი უმეტესობა გაიგე. გადი კიდე ძრის დავალა გესწრები, გადი ახლა კარგი რა. გიორგი ნახუცრიშვილი არის ჩვენი თეატრისთვის, მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი, იმიტომ რომ მან სამწერლო ასპარეზზე აირჩია საბავშვო მოთხრობები, საბავშვო პიესები და გეტყვით რომ თუ ქართულ საბავშვო დრამატურგიაში ვინმე შეიძლება მოვიაზროთ, უპირველეს ყოვლისა არის გიორგი ნახუცრიშვილი, რომელმაც სხვათა შორის მამამისი იყო მწერალი დავით ნახუცრიშვილი და მან დაიწყო პიესა ზღაპრის ნაცარქექიას წერა. და მე მოხდა ისე, რომ ბატონმა გიორგიმ დაასრულა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ბორის გამრეკელმა, რეჟისორმა ბორის გამრეკელმა შექმნა 1936 წელს პირველი დადგმა ნაცარქექია იყო პირველი პიესა და ნაცარქექიათი დაიწყო თეატრალური კარიერა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გიორგი ნახუცრიშვილის. ნაცარქექია არის ყველაზე პოპულარული ზღაპარი პიესა მის პიესებს შორის, რომელიც იდგმებოდა ალბათ, არ ვიცი, თითქმის ყველა თეატრში დაიდგა საქართველოსი და არა მხოლოდ საქართველოსი, იმიტომ რომ მოიარა აღმოსავლეთ ევროპა ნამდვილად და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და იქ მხოლოდ გასტროლით არ მოიარა სხვადასხვა თეატრის, არამედ იქ იდგმებოდა იმ ენაზე ეს პიესა. იცი რა? შენ სიტყვები მიგეწინება, კარგი? ალო? აი ჯიბურებ. ბატონთან მომდო ხარ კიდე? ალო? ალო? ალიო 1962 წელს, როდესაც მან კიდევ ერთი ახალი პიესა ზღაპარი ჭინჭრაკა დადგა, მის დადგმის სურვილი გამოთქმა დიდმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა და პრაქტიკულად აი იმ სპექტაკლით ჭინჭრაკათი, რომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენა გაიხსნა და სრულიად ფანტასტიკური ქართველი არტისტები თამაშობდნენ. სერგო ზაქარიადიდან დაწყებული, სულახალბე და ბელა მირიანაშვილი დამთავრებული და მართლაც დღემდე, როდესაც ამ სპექტაკლიდან ფრაგმენტებს უჩვენებენ, დღესაც ჩანს თუ რამხელა იმპროვიზაცია და რამხელა სამსახიობო ტალანტი. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი მიხეილ თუმანიშვილის წარმოდგენებს შორის, სადაც აი ავტორისეული და აი ზღაპრის ხერხში გრძნობათა ბუნება იყო ძალიან ზუსტად მიგნებული. რომ აქ კი არ იყო ისე ჩვენ სიუჟეტს კი არ ვთამაშობდით, არამედ ჩვენ ურთიერთობას ვამყარებდით და ადამიანის ამ ცხოველებისა და პერსონაჟების ხასიათები იყო გამოკვეთილი და რომლებიც ძალიან გავდნენ აი იმ მოფუსფუსე ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შეხვედრიან. ეს მახსოვს, რომ დიდი ზარზეიმით მიიღეს ეს წარმოდგენა და დაიბადა მცირე სცენის ასე ვთქვათ ფენომენი. აბა წავედი. გავეცა სიმღერა უნდა მეცახავ, არა? მოღვაწეში ამაფრინებ, ვაი, ვაი. ჰა! Jimmy, right? Pani makedan mitkhari. Oi. In mogla tashi yama prinem. Vai. Ha. Army marai khane. Vai.
მისი კეთილის ყოფილი ზეგავლენა, როგორც პიროვნების, როგორც უფროსი თაობის წევრი, რასაკვირველია, ძალიან დიდი იყო და თავის თაობაში ძალიან პატივდადებული კაცი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული თეატრის რეპერტუარი მან გაამდიდრა. ქართულ თეატრს მან მისცა საზრდო. თითქმის არ იყო საქართველოში თეატრი, სადაც არ იდგმებოდა ბატონი გუგას რამდენიმე პიესა, ერთი არა. განსაკუთრებით ზღაპრები. იმიტომ რომ რა იყო იცით საბავშვო რეპერტუარი ახლა საერთოდ ძალიან რთულია ბავშვებზე წერა მოგეხსენებათ ხოლმე არ არის ესეთი საბავშვო ლიტერატურა განვითარებული სირთულის გამო და ამიტომ თითქმის ყველა თეატრში იყო მისი რამდენიმე პიესა, 2-3 პიესა ყოველთვის იყო და ხოლო რაც შეეხება ჭინჭრაკას, ახლა ჭინჭრაკა მოედო მთელს მსოფლიოს შეიძლება ითქვას. ვიკვებებით პირდაპირ გეტყვით მისი პიესებით კომბლე, შაითანხიხო, აჩაკუნე, ეს არის სპეციალურად ბავშვებისთვის დაწერილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ბატონი გიორგი მუშაობდა ინსცენირების მიმართულებითაც და ძალიან ბევრი სპექტაკლი ქართული თეატრის, ეს იქნებოდა რუსთაველის თეატრის მარჯანიშვილის თუ ამ შემდეგ დაიწერა დაიდგა სწორედ გიორგი ნახუცრიშვილის ინსცენირებების მიხედვით, მაგალითისთვის გეტყვით წიწამური იყო ასეთ სპექტაკლი, სადაც ილია ჭავჭავაძეს ბატონი ალეკ ომიაძე თამაშობდა, ეს სწორედ არის ბატონი გიორგი ნახუცრიშვილის მიხედვით. ასევე სერგო ზაქარიაძის ნათამაშები ფიროსმანი, რომელიც დოდო ალექსიძემ დადგა რუსთაველის თეატრში, სწორედ გიორგი ნახუცრიშვილის ინსცენირების მიხედვით იყო შექმნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბატონი გუგას ეძახდნენ მას, ბატონი გუგა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მე-20 საუკუნის ქართულ თეატრში და არა მხოლოდ როგორც დრამატურგი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის ის არის ყოველთვის სასურველი და ერთპიროვნულად პირველ ადგილზე მყოფი ქართველი ავტორი. დამორიდებული იყო, მართლა ესე იყო. ფიროსმანი რო დამთავრდა და ჩამოეშვა ეს ფარდა გამოდიოდნენ მსახიობები ტაშინ. ერთი ამბავი იყო, მამა ჩემს ვერ პოულობდნენ. დოდომ თქვა მე ალექსიძემ რომ ის კაცი სად არის მოიყვანეთ და სადაც ფარდის უკან რაღაც გამოვიდა ცოტა ხნით და იქვე არ უყვარდა ეს გამოჩენა და რაღაც აფიშირება და ეს და აი ეს არ უყვარდა, ნამდვილად არ უყვარდა. ყველაზე დიდ სიამოვნება და კომფორტს იღებდა სახლში ყოფნით ჩვენთან ურთიერთობით. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. უზომოდ განათლებული, სუკითხულობდა, აი ბოლომდე 90 წლის იყო, ხდებოდა ორ თვეში 90-ის რო გარდაიცვალა და აი ბოლომდე სუკითხულობდა და მეხსიერება ქონდა ფენომენალური. სოფლიო ლიტერატურა ქართულზე არ ვიძახი, სოფლიო ისტორია ისე იცოდა, რომ აი მისგან მასთან ურთიერთობა იყო მართლა დიდი სიამოვნება და ძალიან ბევრ რამეს სწავლობდი და იგებდი. და არათუ ლექსები ახსოვდა ზეპირად, აი სოფლიოს სხვადასხვა პოეტების ქართულ თარგმანში, რუსულ თარგმანში პოემები ახსოვდა ზეპირად. მე და ჩემ დას ძალიან უყვარდით შვილიშვილები, მე და ჩემი და ვინმეს თუ ძალიან დიდი ამაგი და გავლენა ქონია ჩვენს ჩამოყალიბებაზე, ეს იყო პაპა. ჯერ ერთი რაღაცნაირი ძალიან ღირსეული პიროვნება იყო და ძალიან ტაქტიანი. არაფრისგან პრობლემას არ ქმნიდა. აი რაღაც აი ბრძნულად ისე აგიხსნიდა პრობლემას, მიგიცდებდა გამოსავალს. რო ხვდებოდი, რომ ეს საუკეთესო რჩევა.
მე კითხვასაც მიგვაჩვია მაგან და აი გვაწოდებდა რა ლიტერატურა წაგვეკითხა, რომელი მწერალი, რომელი მწერლის მერე, რა ნაწარმოები, ამაზე მე გველაპარაკებოდა და ძალიან ბევრი მოგვცა. გალაქტიონმა უთხრა, რომ შეხვდა რაღაც ერთხელ და ჭინჭრაკაო, აი ამ პიესით თუ სადმე საზღვარგარეთ რო ყოფილიყავი და იქ დადგმულიყო, იქ რო გეცხოვრაო, მილიონერი იქნებოდი. ტელეფონი. ალო? გაგეცინიდე. გაჟუნი, პირველი უნდა მოვიდრა. მოგდანდა. სალამი. ჩაო. შეგვერაიცი, გავჯობათ თქვენ. ჩაო. ჩადაეთი. ალბო, ყოველ რეპეტიციაზე აგვიანებ, ჩაგვივარდა ეს ოლიმპიადა და ეს ამაზე. სიჩქარე არ გაჩერდა შენ. სადა ხარაკავდა? ყოველ მეცადებაზე იგვიანებ. Mi sol mi do.